ერთი კითხვა უბრალოდ, ერთი პრობლემა კი, რომელიც ჩვენი კოალიციის მუშაობის შედეგად დისკუსიების დროს გამოიკვეთა იყო, რომ ეს დასახლებები არ ეკუთვნოდნენ არცერთ თვითმმართველობას. დასახლებები და შედეგად იყო გარკვეული პრობლემები, ისინი ვერ იღებდნენ იმ სერვისებს, რომელიც მისაღებ შეიძლება მიიღონ სხვა თვითმმართველობებმა, ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. Როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება მოგვარდა და მესამე საკითხი, თუ მიმდინარეობს მუშაობა კომუნიკაციების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, გულისხმობ წყალმომარაგება, სანიტარული პრობლემები და ასე შემდეგ და ამ მიმართულებით რა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. Ժողովրդի նոթվարուկ է խազգալուսույթի մասով կոմունալ կոմպրեսոր სხვადასხვა ტიპის პრობლემები, რომელშია კომუნალური ხასიათის იყოს, მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ქვეშ არის დღესაც, ისე დასახლებას თუ ავიღებთ, პრობლემის მოგვარება მუნიციპალიტეტებს ეხება, თუმცა ეს მარტო მუნიციპალიტეტის პრობლემა არ არის. შეეხება მაგალითად ინფრასტრუქტურის განვითარებას, ამ შემთხვევაში მუნიციპალური განვითარების ფონდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონებში, თუმცა იგივე ნაგვის გატანა, გარე განათების დანახარჯების გადახდა, ასევე ჩასახლებებში არის ელექტრო საკაჩი სისტემები წყლის, ამ დანახარჯებს ამაზღაურებს სახელმწიფო მუნიციპალიტეტების მეშვეობით. არა, მოხდა მიწერა რომელიმე მუნიციპალიტეტებზე? კი, რა თქმა უნდა, მაგას ვამბობ. ეს ყველა ჩასახლება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ნაწილს. ხალხია და შესაბამისად რა ფუნქციების გააჩნია მუნიციპალიტეტს ეს პრობლემები მოგვარება. რაც შეეხება ზოგადად ინფრასტრუქტურის განვითარებას რეგიონებში, აქ ორი მიმართულებით ცენტრალური მიმართულებით მუშაობს მუნიციპალური განვითარების ფონდი და ასევე მუნიციპალიტეტები თავის ფუნქციის ფარგლებში. და კოდორიდან. ხო, რაც შეეხება კოდორიდან. კოდორის მოსახლებაც ისევე გაასახლდა სხვა ჩასახლებებში, მათ აირჩიეს სხვადასხვა ალტერნატივები. ალტერნატივები პირველი კოტეჯებში ჩასახლდნენ, სხვადასხვა ჩასახლებებში. არის შემთხვევები, რომ ჩასახლდნენ რეაბილიტირებულ ბინებში. არის შემთხვევები, ყველაზე საინტერესო, როდესაც ისინი ჩასახლდნენ სახელმწიფოს მიერ შეძენილ ბინებში. არის ესეთი, მაგალითად, ცენტრ-წყაროში. არის ეგეთი შემთხვევები, როდესაც მათ თვითონ შეიძინეს სახლები. მოგეხსენება, ჩვენ პროექტში იყო ასეთი ალტერნატივაც გარკვეული კატეგორიისთვის, ანუ იმ ადამიანს შესაძლებლობა ჰქონდა თვითონ მოეხდინა ინვესტიცირება და შეძენა $10,000 ეკვივალენტი ლარებში დაურიგებენ. მათ ნაწილმა ამით შეიძინა ბინები, ნაწილმა დაამატა და ესე შეიძინეს. ნაწილმა ამ თანხები დააშენა. ანუ მიწაებიდეს, ამით ჰქონდათ უკვე და ამით მოახდინეს შეერება. ანუ სხვადასხვა სქემებით მოხდა მათი დასახლება, მაგრამ განსაკუთრებულია იგივე პირობებში, როგორც სხვა. ცალკე კომპაქტური არ არის. ცალკე უბრალოდ შეიძლება როდესაც გადაადგილება მოხდა დროებით თავშესაფარში, შეიძლება კომპაქტურად შესახლდნენ, ვინაიდან ერთი თემი იყო და ის უბრალოდ ერთად ყונה. თუმცა ანუ ჩასახლებების დროს ყველა თემი ერთად არის სულ ჩასახლება, ყველამ თავის გადაწყვეტილება ეჭია. თუმცა ცხადია, უბრალოდ არიან ჩასახლებული სხვადასხვა ჩასახლებებში. მადლობა. სხვა კითხვები ხომ არ არის? ჩვენ გვექნებოდა კითხვა? განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სახელმწიფო. ძალიან საინტერესო ანგარიში არის გაკეთებული და ბევრი ის მომენტი არის აქ წარმოჩენილი, რომელიც შესახებაც მართლაც ღირს საუბარი და ღირს მსჯელობა, რამდენად სწორი იქნა გადაწყვეტილება მიღებული, როდესაც ჩვენ გვქონდა არჩევანი სამ ძირითად ფაქტორს, სამ ძირითად გარემოებამ ჰქონდა გათვალისწინებელი. ერთი იყო დრო, მოგეხსენებათ მთავარი ამოცანა იყო, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო დემინების ზამთრის პირველ ყინვებამდე დაბინავება, მეორე იყო ხარჯის ოდენობა და მესამე გარემოება ბუნებრივია, რაც აქცენტი გაკეთებული, ესაა ხარისხი ზოგადად. პირველ რიგში აქ
გეთანხმებით ახლა როდესაც რამდენიმე თვით მეტი დროის დახარჯვა მოხდება პროექტების დამუშავებისათვის, ბუნებრივია ხარისხიც იქნება აწეული, მაგრამ რამდენიმე თვით მეტი დროის დახარჯვა ეს პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ ის მთავარი ამოცანა, რომ დევნილები, რომლებიც კაროში იყვნენ დაბინავებული გორში, გორის მიმდებარე სხვა დასახლებებში, ამ დევნილების ზამთარში საცხოვრებლით უზრუნველყოფა ვერ მოხდებოდა. ამას მინდა ხაზი გაუსვა და ამაზე მინდა რომ ყურადღება ექცეს გამახვილება. მეორე, რაც ამავე დასკვნაში არის, ამავე აბზაცია მითითებული, არის საკმაოდ შეზღუდული ფინანსური რესურსები. ის ხარვეზები, რომლებიც მითითებული არის ანგარიშში და ამ ხარვეზების გამოსწორების თუ არ დაშვების სხვადასხვა გზებია შემოთავაზებული, რაც გადავხედე ორმაგი კედელი, სპეციალური იზოლაცია, ეს გარკვეულ და საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. აქაც ჩვენ მეორე გარემოება გვაქვს, ანუ დრო, ხარისხი, ხარჯი. მე მაინც მიმაჩნია, რომ ის ბალანსი, რა ბალანსით იქნა აღებული სამოქმედოდ, ანუ დროს და ხარჯების ოდენობასა და ხარისხს შორის, ეს იყო შედარებით ოპტიმალური ბალანს შერჩეული. ბუნებრივია ეს ბალანსი თავის თავში გულისხმობს, რომ ერთის მხრივაც, მეორის მხრივაც და მესამეს მხრივაც გარკვეული შენიშვნები იარსებებდა და ამას ჩვენ ხედავდით, ამას ხედავთ კიდევ. კონკრეტულად ეს ეხება ხარისხს, ნაკლებ შეკითხვა არის ფასთან დაკავშირებით და ყველაზე ნაკლებ შეკითხვა არის ვადასთან დაკავშირებით. შეიძლება პირიქით ყოფილიყო. მაგრამ ჩვენ რომ აქცენტი გავუკეთებინა ხარისხზე, ბევრი შეკითხვა გაჩნდებოდა ფასთან დაკავშირებით და ვადასთან დაკავშირებით და შეიძლება უფრო მეტი შეკითხვა გაჩნდებოდა ვადიდან გამომდინარე იმ გაუთვალისწინებელი შედეგებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება დამდგარიყო ადამიანების კარვების ქვეშ ზამთარში გატარების შემდეგ. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს ბალანსი იქნა შედარებით ოპტიმალურად მიღწეული. გეთანხმებით, როდესაც ესეთი მასშტაბური სამუშაოები ტარდება, დასკვნაში არის მითითებული, ბუნებრივია დოკუმენტაცია, მაგის ილუზია არ ჰქონდა არავის, რომ დოკუმენტაცია იქნებოდა სრულყოფილი. გეთანხმებით, რომ გარკვეულ ხარვეზები აღმოჩენილი იქნა და ეს ჩვენთვის იყო, ასე ვთქვათ, მაგალითი და იმ სუსტი ადგილების მითითება, რაზეც ჩვენ უკვე მუშაობთ და ეს ხარვეზები გამერჯვებს ბევრ წლად არის გამოსწორებული. თუმცა კიდევ ერთხელ არავის არ ჰქონდა იმის ილუზია, რომ როდესაც ესეთი მასშტაბური სამუშაოები მოკლე ვადაში ტარდება, იდეალურად ხარვეზების გარეშე სამუშაოები ვერ ჩატარდებოდა. შემდეგი შენიშვნა, რაცაც მე მაგალითად გამიჭირდება დავეთანხმოთ, დამძვლად ეს არის გადაწყვეტილების მიღების გაუმჭვირვალე პროცესი. გადაწყვეტილების მიღება ერთ ღამეში ასრულება და დახურულ კაცმით ასრულება. გამჭვირვალე პროცესი ჩვენ თუ საუბრობთ ნორმალურ ისეთ პროექტებზე, რომლებიც ხორციელდება ნორმალურ ვითარებაში, ნორმალურ პირობებში, მაშინ გასაგებია ჩვენ გვექნება და გვაქვს კიდევაც სადაც საჭიროა, რადოინთან საჭიროა საჯარო კონსულტაციები, პროექტების განხილვა, პროექტების შესყიდვა, სამუშაოების შესყიდვა, იმ დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად, რა პირობებით მოქმედებს ქვეყანაში. მაგრამ როდესაც გადაწყვეტილებები არის მისაღები მოკლე ვადაში, იმ ვადაში, რომელიც უზრუნველყოფს დევნილების ზამთრის ხილვებამდე კიდევ ერთხელ ვიმეორებ და შესახლებას სახლებში, ამ შემთხვევაში საკმაოდ რთულად წარმომდგენია ტერმინი გადაწყვეტილების მიღება ღია კარს უკან. ის გადაწყვეტილებები ვერ არ მესმის ამ კრიტიკის ამ შემთხვევაში მიჭრას. მე სამაგიეროდ შემიძლია ამის სანაცვლოდ და ამას მე მგონი თქვენი ანგარიში დაადასტურებს შემოგვეპასუხა